სტომატოლოგიური მკურნალობა ბავშვებში ხშირად მხოლოდ კბილის ტკივილთან არ არის დაკავშირებული. შიშთან, სტრესთან, რთულ ქცევასთან არის კავშირში. მეც მახსოვს ჩემს ბავშვობაში, სანამ პირველად ექიმთან მივიდოდი, ოჯახის წევრი ბავშვები, მამიდა შვილები შეშინებულები მეც მაშინებდნენ. თუმცა ასეთ შემთხვევებში სწორედ ანესთეზია, ზოგადი ანესთეზია თანამედროვე სტომატოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალი ხდება. როდის ჭირდება ბავშვს ანესთეზიით მკურნალობა, რამდენად უსაფრთხოა ეს პროცესი, რადგან ამას ალკეთ შიშები მოყვება არადარწმუნებული მშობლებისთვის და ეს რისკი აქვს, ამ რისკს აქვს არამკურნალობის კარიერის დროს არის საჭირო, თუნდაც სარძევე კბილებში და ამ კითხვებზე დღეს სტომატოლოგი, პედიატრი და ანესთეზიოლოგები გვიპასუხებენ. წარმოვადგინოთ ჩვენი სტუმრები, სწორედ ამ მიმართულებით ეკოშენ როგორც თქვი, ქალბატონი ლია მანია გახლავთ კლინიკა ბლიც დენტალის ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი ასოცირებული პროფესორი. გამარჯობა. ბატონი ოთარ იმინაძე გახლავთ კლინიკა ბლიც დენტალის ყბა სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი. თქვენს მოგესალმებით და მივესალმებით მარიამ ლაბაძესაც, რომელიც არის ანესთეზიოლოგი ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის წარმომადგენელი. გამარჯობა, მოგესალმებით ქალბატონ ლია, თქვენგან დავიწყოთ საუბარი, შესავალში ეკოთ საუბრობდა შიშზე და ეს არის პაციენტის განწყობა და დამოკიდებულება. აი თქვენ როგორც პროფესიონალის და ექიმის მხრიდან რეალური სურათი რო გითხრათ, ზოგადი ანესთეზია რატომ არის აუცილებელი პაციენტისთვის და რა განმაპირობებელი მიზეზები აქვს ამას? მდგომარეობა კარიერში, ასაკი ადამიანის, თუნდაც ეს შიში თუ რა? მოგესალმებით. აი გაიგოვა. მოგესალმებით. ჩვენ უკვე ბოლო 2 წელიწადია დავგეგმეთ მკურნალობა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ და მოთხოვნა არის აბსოლუტურად მზარდი, იმიტომ რომ ეს მთელი რიგი მდგომარეობები, როდესაც ზოგადი ანესთეზია არის უბრალოდ მხოლოდ ერთი გამოსავალი. როდესაც საუბრობ ზოგადად ბავშვების ჯანმრთელობაზე, მე არ შემიძლია ხაზგასმით არ ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი არის პრევენცია ყოველთვის. პრევენცია მკურნალობის ნაცვლად. მინიმალურ ინვაზიური ტექნიკები, რაც ადაპტირებულია ბავშვის ფსიქიკაზე და განაპირობებს, აყალიბებს ბავშვის პოზიტიურ დამოკიდებულებას სტომატოლოგიური პროცედურების მიმართ. მაგრამ სამწუხაროდ არის მთელი რიგი სიტუაციები, როდესაც რატომღაც ამოვარდნილია პრევენციის ეტაპი, შეუძლებელია მინიმალურად ინვაზიური ტექნიკების ჩატარება და დგება საჭიროება, რომ ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მოვახდინოთ ბავშვის ქცევის მართვა და ტკივილის მართვა სტომატოლოგიაში. ეს არის მდგომარეობები, როდესაც ბავშვები მოდიან დიდი მოცულობის სამუშაოებით. აი არიან ბავშვები, რომელსაც ჩვენ ვაძინოთ, ვინაიდან აქვთ 14-16 კბილი დაზიანებული და შეუძლებელია პროცედურებზე სიარული და აი ამ მოცულობის სამუშაოს გაუმკლავდეს ბავშვი თავისი კოგნიტური უნარებით, კოგნიტური ნებისყოფით და ასე ვთქვათ, შეუძლებელია ამის მართვა. მეორე უმნიშვნელოვანესი ჩვენება ასევე გახლავთ ძალიან დაბალი ასაკის ბავშვები, 3 წლამდე ასაკის ბავშვები, სადაც შეუძლებელია აქ ფრონტალური კბილების დაზიანება არის ხოლმე უფრო ხშირი, საჭიროა რეაბილიტაცია, საჭიროა პედიატრიული გვირგვინების ფიქსაცია, მთელ შემთხვევაში ამას ვერ გააკეთებ, იქ საჭიროა ორთოდონტიული ჩარევები, სივრცის დამჭერი აპარატების ხმარება და ჩვენ მთელი გუნდი შევდივართ, ყველა ეს манипуляცია შევასრულოთ. შესაბამისად, ამას ბავშვი 3 წლამდე ასაკში უსაფრთხოდ სტომატოლოგიურ კაბინეტში ნამდვილად ვერ ჩაიტარებს. არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა სპეციალური საჭიროებების მქონე პირები. ესენი არიან განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვები, რომელთაც აქვთ ქცევის დარღვევები, რთული ქცევები, აქვთ ნევროლოგიური დაავადებები და ვინაიდან ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა ზრუნვა ამ ბავშვების მიმართ და ეს კულტურა ჩამოყალიბდა, ამ ბავშვების ცხოვრების ხარისხი რაც შეიძლება გავზარდოთ, მოიმატა მომართვიანობამაც ამ მიმართულებით და ეს ბავშვებიც ასე ვთქვათ არის ჩვენი კონტინგენტი, როცა ჩვენ ვატარებთ ძირითადი ფაქტორები გამოიკვეთა. ბავშვებზე ვსაუბრობთ, თუმცა მოზილების შემთხვევაშიც ტარდება, ხო, ეს ზოგადი ანესთეზია, კითხვები მექნება ბატონ ოთართან. ამ შემთხვევაში ეს რამდენად მიზანშეწონილი არის, როდესაც ყველაფერს ერთ სიაში აკეთებთ ერთი ზოგადი ანესთეზიით და თქვენი მკურნალობა ტარდება ჰოსპიტალურ პირობებში, ხო, სადაც ესე იგი ანესთეზიოლოგებისა და რეანიმატოლოგების ჩართულობები არის ერთობლივი. რისთვის არის ეს ყველაფერი? უსაფრთხოებისთვის, კომფორტისთვის, თქვათ, ექიმის სამუშაოს პირობების გასაუმჯობესებლად, როდესაც ერთად არის თუ აი ეს ყველაფერი რომ არ გვიხსნათ. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა კითხვისთვის. დიახ, ქირურგიული სტომატოლოგია, ყბასახის ქირურგია ერთვება საქმეში მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთი ტიპის ნოზოლოგიებთან, რომელიც იწვევს მწვავე ჩირქოვან ანთებით დაავადებებს, ხო? მომართვიანობა საკმაოდ მაღალი არის, პაციენტებშიც ესე ვთქვათ ინტერესის სფეროს თანდათან იმატებს უფრო და უფრო, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ბავშვებს ვემსახურებით. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არის მოზრდილ პაციენტებთანაც, საკმაოდ აქტუალური
აქტუალური თემა მომართვიანობის კუთხით გახლავთ ეგრეთ წოდებული სიბრძნის კბილების გართულებული, ესე რომ ვთქვათ, ამოჭრის პათოლოგიები და ასევე დენტალური იმპლანტაცია. დენტალური იმპლანტაცია არის ის მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს ძალიან სკრუპულოზურად, წინასწარი დაგეგმარებით და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სტომატოლოგიური კლინიკა Blitz Dental-ში, რომელიც აღჭურვილი არის გერმანულ-ამერიკული აპარატურით, მაქსიმალური სიზუსტის, ესე რომ ვთქვათ, მიღება არის შესაძლებელი. კერძოდ აქ საუბარი არის ნავიგაციურ ქირურგიაზე და ძვლის მიზანმიმართულ რეგენერაციაზეც, რომელსაც ასევე ჩვენ ზოგადი გაუთქივარების ქვეშ ვაასრულებთ. როგორც გითხარით, კლინიკის მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა ამაში ძალიან ხელს გვიწყობს. მომართვიანობის მიზეზს რაც შეეხება, პაციენტისთვის ძალიან კომფორტული არის ერთ სეანსში, ესე რომ ვთქვათ, ამ მომსახურეობის მიღება. აქ საუბარი არის მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე. ქალბატონი ლიკა და მე, როგორც თერაპევტი სტომატოლოგი და პასახის ქირურგი, ერთობლივად ვასრულებთ სრულ, ესე რომ ვთქვათ, манипуляციას, როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული თვალსაზრისით. ეს გახლავთ თანამედროვე და ყველაზე, ესე რომ ვთქვათ, გამართლებული და როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმებისთვისაც ძალიან კომფორტულია ერთ ბაშად რომ ხდება მკურნალობა, დროსაც იგებს ყველა. რა თქმა უნდა, პაციენტი იღვიძებს და უკვე ყველაფერი შესრულებულია. გადასარევი. აი, გაღვიძებული პაციენტიდან გამომდინარე მინდა ქალბატონ მარიამ ერთი ესეთი კითხვა დაგისვათ. არ ვიცი როგორ არის მშობლები, მაგრამ მე როდესაც მესმოდა ტერმინი ნარკოზი, პირველი რეაქცია იყო ყოველთვის შიში. აი, დღევანდელ დღეს ზოგადი ანესთეზია სტომატოლოგიურ მედიცინაში, ასე დავარქვათ, რას ნიშნავს და რითი განსხვავდება ის დაძინებისაგან? მოგესალმებით. ზოგადი ანესთეზია, ანუ ნარკოზი სტომატოლოგიური პროცედურისთვის მოიცავს ბავშვის ცნობიერების სრულიად გამოთიშვას და ბავშვი ხდება მთლიანად მართვადი ხდება მისი სასუნთქი სისტემა, შესაბამისად დაზღვეული ვართ, ესე ვთქვათ, ისეთი გართულებებისგან, როგორიც არის ასპირაცია, გადასტენა, ლარინგოსპაზმი და ასე შემდეგ. უსაფრთხო ზოგადი ანესთეზია არის იმ შემთხვევაში და ნარკოზი უსაფრთხო იმ შემთხვევაში, თუ ტარდება კარგად აღჭურვილ კლინიკაში და ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი თავაზობს მაღალ სერვისს თავის პაციენტებს და კარგად მომზადებული ანესთეზიოლოგიური გუნდის მიერ ჩატარებული ანესთეზია არის სრულიად უსაფრთხო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ხდება განმეორებით და მრავალჯერად ანესთეზიაზე გვაქვს საქმე. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვიყენებთ მინიმალური ეფექტური დოზით მოქმედ მედიკამენტებს, მინიმალური ეფექტური დოზირებით ვიყენებთ ამ მედიკამენტებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა ნეიროპროტექციის კუთხით. მოქმედების მექანიზმი არის სრულიად კონტროლირებადი და გართულებების პრაქტიკულად ნულოვანი შანსი აღნიშნავს. გასაგები. ქალბატონ ლია, თქვენ ახლა საუბრობდით პირველ კომენტარში მცირეწლოვან ბავშვებზე, სადაც აუცილებელია ანესთეზია, მაგრამ მცირეწლოვანების მიმართ მშობლების დამოკიდებულება არის სხვანაირი, როდესაც კბილი არის სარძევე, ამას მაინც მოიცვლის და რა აუცილებელია ახლა ამაზე ვთქვათ, ანესთეზიის მიიღოს ბავშვის ორგანიზმმა, გავაწვალოთ, ვატკინოს და ასე შემდეგ. აი, ეს დამოკიდებულება თუ იცვლება დროთა განმავლობაში და რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება, რომ მაინც მოსაცვლელი კბილია. რა აუცილებელია მისი გაკეთება? მესმის ძალიან აქტუალური შეკითხვა დასვით ახლა თქვენ. ძალიან ხშირად მოდიან მშობლები აი ამ განცხადებით, რომ აი მაინც მოსაცვლელი სარძევე კბილია, 60 წელიწადს როგორმე გადავაგორებთ და 3-4 წლის შემდეგ ამოვა ახალი ჯანმრთელი მუდმივი კბილები და ავიცი იქნებ მარტივად გამოგძეთ ამ სიტუაციიდან. თუმცა თუნდაც ერთი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვი, თუნდაც ერთი დაზიანებული სარძევე კბილი ნიშნავს იმას, რომ ბავშვის პედისლში აქვს ქრონიკული ინფექციის კერა. ქრონიკული ინფექციის კერა გახლავთ მაღალი რისკ ფაქტორი მთელი რიგი დაავადებებისთვის, შორეული ლოკაციის ორგანოებისთვის. ეს არის მაღალი რისკ ფაქტორი რევმატოიდული დაავადებების თვალსაზრისით, სისტემური დაავადებების თვალსაზრისით, გულსიზრდათა სისტემის დაავადებების ზედასაც ჩანსის ეს არის მხოლოდ ერთი ცალი დაზიანებული კბილი. ხდება ის, რომ ბავშვს ეძღვება ღეჭვის ფუნქცია. ბავშვს აღარ უნდა მაგარი საკვების ღეჭვა. ანუ აღარ ხდება ფიზიოლოგიური თვითწმენდა. ბავშვს ეძღვება მეტყველების ფუნქცია, იღება სწორი კვების ბალანსი. ანუ ბავშვი გადადის ტკბილეულზე, რაც ადვილი ასათვისებელია მისთვის და აღარ უნდა დაღეჭოს ხორცი, სტაფილო, ვაშლი, მაგარი საკვები. დიახ, რა თქმა უნდა, ქვეცნობიერად აკეთებს ამას ყველაფერს ბავშვი ვერ ხსნის, აკეთებს ამას ქვეცნობიერად. შესაბამისად უკვე იწყება ალიმენტარული დეფიციტები, ალიმენტარული დისტროფიები.
რატო აკლია რკინა, რატო აკლია ფტორი, რატო აკლია დაუშვათ ფერიტინი და რატო არის ეს დისბალანსები, რაც უკვე ზოგადი ჯანმრთელობის ასე ვთქვათ პრედიქტორია, ხო? გარდა ამისა, არანამკურნალები, კარიესული სარძევე კბილი ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აქვს ტკივილის გამოცდილება ძალიან ადრეული ასაკიდან, რაც მის ფსიქოლოგიურ სტატუსზე ახდენს გავლენას. ტკივილი ნიშნავს ძილის ჰიგიენის დარღვევას ბავშვის ცხოვრებაში. ასევე ძალიან უკვე წინ წამოვიდა სოციალური ფაქტორებიც. აი დაუშვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უკვე საუბრობს იმაზე, რომ კბილის ტკივილი ასოცირდება გაწტენილ სასწავლო საათებთან სკოლაში და ამის გამო ბავშვები ასწავლენ ფრესკულს, ასწავლენ ზემებს, ჩამორჩებიან სასწავლო პროგრამებიდან და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ასევე. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ბულინგი სკოლებში. რატომ გაქვს შავი კბილები, რატომ გაქვს ჭიჭყიანი კბილები? ბავშვები სამწუხაროდ უსმევენ ერთმანეთს ამ შეკითხვებს და ბავშვის თვითშეფასება ქვეითდება და მთლიანობაში მას უჭის სოციუმში ინტეგრაცია. ანუ ყველაფერი ეს ერთად თუ შევაჯამოთ, ეს ნიშნავს ბავშვის ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას, რაც მერწმუნეთ, რომ ასოცირებულია მოზრდილობაში, დასულ ცხოვრებაში უკვე მის ფსიქოლოგიურ, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. დიდი მადლობა. მარიამ, თქვენთან მექნება ასეთი კითხვა, როდესაც ბავშვი ან თუნდაც მოზრდილი მოდის თქვენთან და უნდა გაუკეთოთ ზოგადი ანესთეზია, ბუნებრივია სხვა ეტაპები არის, ხო? მშობლები ღელავენ ხოლმე აი ამ სამზადებელ ეტაპში. რა ეტაპებს გადის, რა კვლევებს ანესთეზიის წინ პაციენტი? საინტერესო კითხვა. ბავშვი თუ მოზრდილი, რომელიც ემზადება გეგმიური ანესთეზიოლოგიური ჩარევისთვის, ამერიკულ ჰოსპიტალში გადის ესეთ გზას, რომ პედიატრს პლუს ანესთეზიოლოგის კონსულტაცია, ან ინტერნისტის, ჩვენ რომ თერაპევტებს ვეძახდით, მათი კონსულტაცია პლუს ანესთეზიოლოგის კონსულტაცია, რომ სწორად მოხდეს დაგეგმა უშუალოდ ანესთეზიოლოგიური პროცესის და იყოს უსაფრთხო პაციენტისთვის. პაციენტი, როდესაც მოდის კვლევებს, უსაფრთხო რას ნიშნავს? რამდენად საშიშია ზოგადად ეს ნარკოზი, თუნდაც ბავშვისთვის, ამაზეც ღელავენ სულ მშობლები. სწორად ჩატარებული ანესთეზია ბავშვისთვის უსაფრთხოა. ამიტომ არის საჭირო წინასწარი კონსულტაცია, რომ მოხდეს ამ ანესთეზიის მიზანმიმართული დაგეგმარება ბავშვის ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით, ან სხვა მდგომარეობების მიხედვით. უშუალოდ ამერიკულ ჰოსპიტალში, როცა მოდის პაციენტი, მას ხვდება კოორდინატორი და მშობლების გულის გასახარად უნდა ვთქვათ, რომ ეს კოორდინატორი პაციენტს თან ახლავს ჰოსპიტალში შემოსვლის დღიდან წინა საოპერაციო კვლევების ჩათვლით და მის გაწერასთან ერთად. შესაბამისად ეფექტურად ხდება ამ კომუნიკაციის დაგეგმა, რომ ბავშვმა გაატაროს რაც შეიძლება ცოტა დრო კლინიკაში და ეს დრო მოხმარდეს მის კვლევებს და კონსულტაციებს, ან ის მინიმალური დრო, რაც ჩვენ გვჭირდება. სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის გარკვეული კვლევები, კარდიოგრამა და სპეციალური საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დამატებითი კონსულტაციები გახდეს საჭირო. ეს ერთ დღეში წინა საოპერაციო კვლევები ამოწურვადია და მეორე ვიზიტი უკვე ხდება უშუალოდ ანესთეზიის დღეს, უშუალოდ ოპერაციული ჩარევის დღეს, განმეორებითი ვიზიტები საჭირო არ არის. გასაგებია, ძალიან კომფორტულია ეს ყველაფერი, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. მადლობა. ბატონთან ესე იგი ბავშვობაში იყო კითხვა, კვერცხი უფრო ადრე იყო თუ ქათამია და დაახლოებით ასეთი მუდმივი კითხვაა ჩემთვის, რომ აი ეს ზოგადი ანესთეზია, ეს არის სამედიცინო საჭიროება, თუ ეს არის ჩემი პაციენტის შიშით რაღაც ამითი გამპირობება, კომფორტია ეს შიშის დაძლევა, თუ ეს სამედიცინო საჭიროება. გიორგის და თუ შეიძლება ნათელი მოფინოთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ მადლობა დაუდასტუროთ. ამ კითხვისთვის. საკმაოდ აქტუალური საკითხია, სხვათა შორის მინდა ვახსენო. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც მკურნალი ექიმები ვითვალისწინებთ პაციენტის სურვილს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენთვის, რომ ზუსტად ის შევთავაზოთ პაციენტს, რაც მას სურს და რა თქმა უნდა, რაც მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს, ხო? თუმცა არსებობს სპეციალური ჩვენებები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად მივიმართოთ მსგავსი ტიპის მკურნალობას ზოგადი გაუტკივარების ქვეშ. ქირურგიული ასპექტების მიხედვით, აი ამ ჩვენებებს წარმოადგენს პაციენტი თუ დასულზე საუბრობთ ახლა, ხო? მასშტაბი, მაგალითად ოპერაციის, ხო? აქ შეიძლება საუბარი იყოს პირის ღრუს ტოტალურ რეაბილიტაციაზე, რაც გულისხმობს როგორც ესთეტიკური, ასევე ფუნქციური დისკომფორტის აღმოფხვრა, ხო? ანუ შეიძლება იყოს საუბარი მრავლობით ექსტრაქციაზე, ანუ კბილის ამოღებაზე, დენტალურ იმპლანტაციაზე, ძვალპლასტიკური ოპერაციების შესრულებაზე და ხშირ შემთხვევაში პაციენტისათვის სწორედ კომფორტს ის წარმოადგენს, რომ ეს ყველაფერი ხდება და სრულდება ერთ სეანსში, ხო? პაციენტი იღვიძებს და ეს სამუშაო უკვე შესრულებული არის. ასევე საუბარი არის, რა თქმა უნდა, დენტოფობიაზე, რაც საკმაოდ გავრცელებული
სერიოზული ფობია არის. სამწუხაროდ წარსულში ესე რომ ვთქვათ, ცუდი გამოცდილების მქონე პაციენტებს მაინც ქვეცნობიერში აქვს ის შიში, რომ აი სტომატოლოგში გამოიარა. ურჩხულის მსგავსი სპეციალური მანქანები ბავშვებს რომ აშინებდა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადი გაუტკივარების ქვეშ რა თქმა უნდა ეს პრობლემა მოგვარებული არის, მაგრამ რაც შეეხება ადგილობრივ, ხო, ესე რომ ვთქვათ, манипуляციებს ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ ასაც ვაკეთებთ, იმდენად კომფორტულ გარემოში ხდება ეს ყველაფერი, უსაფრთხო გარემოში, პროგნოზირებადი შედეგის მქონე, ხო, ესე რომ ვთქვათ, შემთხვევების დროს პაციენტი ამას ყველაფერს გვერდზე გადადებს და სრულიად მონდობილი არის ექიმზე და სრულდება ეს სამუშაო. უღრმესი მადლობა, მეგონი, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცით ჩვენს მაყურებელს, რომელიც დარწმუნებული ვარ დაინტერესებული არის ამ თემით. და მე მგონი შიშიც გადავლახეთ. და ხვალ ვისაც გიორგი გადალახა კვილის ნამდვილად. ექიმებთან მისვლავის ესჭირდება, აი შესანიშნავი არჩევანი არაჩვეულებრივი და ადამიანები გავიცანით და გაგაცანით თქვენ. მადლობა წარმატებები.